გამარჯობათ, მოგესალმებით ქართული ტელეს მაყურებელს, დიდი სიყვარულით და პატრიოტიზმით. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ბატონი თეიმურაზ ურუშაძე, რომელიც გახლავთ ემიგრანტი, ასე ვიტყოდი, დიდი ხნის და ამდენად არის მისი სტუმრობა ჩვენთვის საინტერესო და სასიხარულოც. ბატონი თეიმური პროფესიით გახლავთ ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი. მან დისერტაცია დაიწყო ბურაკოვსკის კლინიკაში მოსკოვში. მას აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ექიმს. და აი ამ შრომის და სწავლის შემდეგ რატომაც შეიცვალა პროფილი და გახდა მხატვარი. სწორედ ამით მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ, ცოტაოდენი რამე მისი ბიოგრაფიის შესახებ. და ჩვენს სულასაც ჩვენთან ერთად მოვისმენთ იმ გზას, რომელიც გაიარა ბატონმა თემურმა. თქვენ ვიცით, ჩვენი ტელევიზიის დამოუკიდებულება ემიგრაციის მიმართ, ჩვენ განსაკუთრებული პატრიოტიზმით ვეპყრობით, რა უნდა ყველა ჩვენ სტუმარს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ემიგრანტები არიან განსაკუთრებით საპატრიოტიზმო ადამიანები. დღეს მით უმეტეს ამ რთული პერიოდის და მონაკვეთის დროს მათ ფერზე დგას ეს ქვეყანა, ეს ყველა ვიცი და ამას ყველა ერთად ვაღიარებთ. და ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა მოვისმინო ემიგრანტისგან ის მიზეზები, თუ რატომ დატოვა თავის დროზე ქვეყანა, როგორი იყო იქ გავლილი გზა, რამდენად რთული, რამდენად ღირდა შემდეგ ამ გადმოსახედიდან ამ ყველაფრის ატანა და ამ დროს რომ არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს. მოგესალმებით ბატონო თემურ. და ესე დავიწყებ, მე მაინც დავიწყებ თქვენი პირველი პროფესიით, რადგან ვთვლი რომ საკმაოდ ჭკვიანი და მაღალი დონის ექიმი ბრძანდებით და სადღაცა დამენერა კიდეც რომ გავიგერო თქვენს პროფილი შეიცვალეთ. ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ რომ ვითხრათ, ჯერ როგორც ექიმის, როგორ დაიწყო თქვენი ეს კარიერა და ნელ-ნელა გადავართ სხვადასხვა საკითხებს. კარიერა დაიწყო მუშაობით თბილისში, მე გადავედი მოსკოვში, მუშაობდი ხოსიათ და ქირურგიის ინსტიტუტში. That's ქირურგიის ცენტრში დავიწყე დისერტაცია და მომეჩა მეცნიერებათა დოქტორის ვაგზელებდი მუშაობას კურს არითმეტიკაზე მუშაობდი 99 წელს ბულგარიასთან და 93 წელს 99 წელს აპრილი მოხდა ამის მიზეზის გამო ჩამოვედი თბილისში, არ მოვიდოდი ქართლზე მუშაობის და 93-ში იძულებული გავხდი სასულიერო ამერიკაში. იქაც მზადებოდი გამოცდილების საუბარი ამერიკის მედიცინის გამოცდები და ბოლო წლებში მუშაობდი მედიცინის დიაგნოსტიკაში. შემდგომ დავიწყე მხატვრობა, რამიზეს რომ მხატვარი ხატავდი, მუშაობდი და ჩემი სურათი პრომოციაა დიდი პროფესიონალიზმი და მე და ამან მოხდა ჩემზე, რა თქმა უნდა და თან აფრით დავდიოდი ხატაზე. მინდოდა მხატვრობაც ვიყავდა. ბატონო, ჩაგიძიებით, ანუ ის რომ ეხლა გავიგებია რომ 9 აპრილის გამო ესე იგი, რამხელა ეროვნული განწყობა იყო მაშინ ადამიანებში, რომ თქვენ ეს ძირითადი მიზეზი ამხელა კარიერის დათმობისა გახდა ის, რომ ჩვენს ქვეყანას ასე მოექცა რუსეთი. დიახ, აგრესიული პოლიტიკა და ახალმოვიდობი გაგრძელება ამის გამო. და რატომ გადაწყვეტეთ, აი მაშინ არ იყო ასე პოპულარული ალბათ, ხო? პოპულარული შეიძლება ყოველთვის იყო, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ხელმისაწვდომი ამერიკაში გამგზავრება. რატომ გადაწყვეტეთ მაინც და მაინც ამერიკა შემთხვევითობა იყო რა ძირითადად რა თქმა უნდა ჩვენ მქონდა ეს ინფორმაციები რომ მუსიკა, ხელოვნება, ჰოლივუდი და რა თქმა უნდა მოხდა ჩემი მოქმედებისას თავისუფლება კარგი და ჩავედი რამდენიმე ხევისით ჩავედი მე პატეჟეს და მე მომეწონა დავშინე გადაწყვეტა ჩემი მედიცინის პროფესიის გაგრძელება. და ჩავაბარე. თქვენ ალბათ დაზუსტებით
ხელშეწყობა ჰქონდათ ენის ხრივაც. მაშინ არ იყო ესეთი პოპულარული ინგლისური ენა და ფლობდით იმ დონეზე, რომ შეძელით იქ თქვენი პროფესიით აღეგრძელებინათ. დიახ, რა თქმა უნდა, დიდი შრომა დარჩენია, მაგრამ ენაზე დავდიოდი დეჩენის მასალა პროფესორი უნივერსიტეტში ასწავლიდა და ნუ გამოცდილება და ძირებს ინგლისურად კითხულობდი ამ პერიოდში რაღაც დონე ხოდა, მაგრამ იქ დარჩენდა დიდი შრომა, რომელმაც და შემდგომ ჩააბარა ამერიკაში გამოცდები. ამ გამოცდები რომ ჩააბარა, იქ იყო დიდი კონკურენცია და დროებით იმ პერიოდში ჩააბარა მედიცინის დიაგნოსტიკის გამოცდები წარმატებულად და ვაგზავნა ამ დარში მუშაობას. რამდენი წელი მუშაობდა 8-15 წელი და შემდეგ გადავწყვიტე ჩემს რაც მე მიყვარს ხატრობა და უნებური ვარ. ხატრობა საიდან იღებს სათავეს თქვენს და დადიოდით ბავშვობაში ხატრაზე? მე დავდიოდი ხატრაზე ჩვენ ნაცავთან ის გვასწავლა ძველ ბერძნულ მითოლოგიას და ხატრობას. შემდგომ გავაგრძელებდი პირადი არა დავდიოდი ქუთათელაძე სომი ხატრებთან ის გვასწავლა კიდე ხატრობას და ჩემს ძმას ზექებში და ხატრობას. შემდგომ ეს რეგიტის და ამერიკაში დაიწყო ხატრობა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა ეს განზრეს მშვიდია ხატრობა. ჩემს ხელმისაწვდომი დაკავდა. რამდენიმე თვის წელად როგორც მე ფლობ ინფორმაციას თქვენი ნახატების გამოფენაც გაიმართა ნიუ-იორკში. ეს ამას ნამდვილად ესე შემთხვევას ვერ დავარქვათ, ძალიან ბევრს ნიშნავს ნიუ-იორკში გამოფენა, რადგან ნიუ-იორკი არის ცენტრი დღეს მსოფლიოს კულტურის და აი ამაზეც რომ გითხრათ, როგორ მოხდა ეს გამოფენა, რა წარმატება გქონდათ და რა გაგრძელება თქვენს შემოქმედებას ამრიგად. ჩემი ნახატები ნახეს რამდენიმე წელი ხატავდი და შემთხვევით ნახა ადამიანმა, რომელიც ხატვარია თვითონ ძალიან მოიწონა ჩემი ნახატები. ამას დავუხთავთ მე შევქონდა და ეს წარმოქმნილი დიდი ორგანიზაციის, რომელთაც ბევრი შენობები აქვს ნიუ-იორკში და ბაგებამ შემოთავაზეს გამოფენის ჩატარება თავიანთი ინიციატივით და მოსეს საშუალება. ამ გამოფენებს ერთი კვირით მოხდა და ამ ხუთრეში 30 სურათი იყო წარმოდგენილი. ჩემი 10 სურათი გაიყიდა. გაიყიდა კიდეცო? და ფილოცა სერიოზული წარმოდგენა და ეხლა ჩემი სურათები იქ არის გამოფენაზე, რამდენი სურათი და ხსენდება რომ გაიყიდა რა თქმა უნდა შემოგვიყვება. და შემოგვიყვება შემოთავაზეს გამოფენის ჩატარება. ხომ ვფიქრობთ გამოფენა ქართულ დამხმარეებასაც რომ მოვწყოთ, ხომ არ გაქვთ ის შეუცნება არის საქართველოში. ხოლმე საქართველოს მიყვარს ხათული ვარ და შეუცნება სამი და მომოში გავაკეთე ესეთი გამოფენა. ისურვებ წარმატებას ნამდვილად დიდი სიამოვნებით დავისწრებით თქვენს გამოფენას, დიდი სიამოვნებით გავაშუქებთ ამ დღესაც. ბატონო, ეს ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ცხოვრებით ხარაზე. თქვენ როგორც ემიგრაციული გზა გამილი ადამიანი, როგორ შეაფასებდით, რა თქმა უნდა, იქნებოდა სირთულეები ამ გზაზე, ხო? აი ამ გადმოსახედიდან როგორ გაიხსენებდით იმ რთულ პერიოდს და მოგცათ თუ არა რაიმე განუცდილება იმ სირთულეებმა, თუ ეს იყო უფრო მეტი ტრაუმა და ფსიქოლოგიური ზეწოლა და მე ღირდა ეს ყველაფერი იმ გასავლელ გზათაც გაიარეთ. მე ამჯერას ცირასა ყველაფერი გასა ადამიანს არის დამოკიდებული რა თქმა უნდა სხვა საქმეს მომენტი რა არის შეფერილზე და მე დადებითი პიროვნება ყველაფერს უყურებ დადებითად
რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცას მოხდა, მაგრამ იმას მე იმაზე ვარ მოვაყოლე, რომ ჩემი თავი აღმოაჩინე ამ პერიოდში ამერიკაში ხატვაში. და რაც წარმატებულად დაიწყო ჩემი მოღვაწეობა. აი, რას აძლევს ამერიკა? ჩვენ ახლა გვისმენს ყველელი და ალბათ მუზარდიც გვისმენს ბევრი, რომელსაც აინტერესებს რესპექტიბილის ქვეყნიდან მოგეხსენებათ ეს არც თუ ისეთი კარგი სტატისტიკა. აი, რას აძლევს ამერიკა ადამიანს თუ კი ის მოხდება იმ წიაღში და თუ კი მას აქვს ნიჭი. არის ეს რეალობა თუ მითი, რომ იქ ვინც უფრო მეტი დასახანია ვიდრე ჩვენთან. მაგაზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ბედის ერაზეც არის, რა თქმა უნდა. აი, იმ დოზით, როგორც ამერიკაში შრომობს ადამიანი, თუნდაც სწავლის, თუნდაც დამკვიდრების. ხშირად მიფიქრია ხოლმე ხა იგივე მონაცემებით, იგივე უნდობებით, აქ რომ გაიარო, შედეგი იგივე არ არის, ხო? მაინც მაგას ვერ გეტყვით, ვერაფერს, ამის ეს ინდივიდუალურია ყველაფერი. ყველა ბედის ერაზეც არის, შეიძლება ცხოვრება ისრომოდა, რა ქონდა შედეგი. თორემ ვერ ნახო. ის და შეიძლება ეს კიდევ ბედის ერაზეა და ყველაფერი დამოკიდებულია მე ვფიქრობ გენეტიკაზეც. გენეტიკა გასაკუთრებით და ვარშავაში აღსდა სასმთილი მნიშვნელობა აქვს და ხანდახან ეს დადებითი ხანდახან უარყოფით ვერ გასცემს. არსებობს ეს გამოთქმა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. კი, მე ბავშვობა კარგი გქონდა ეს გროვა. სწორად ისდებოდით. ხო, სწორად ისევე განცდა ეს შოულება რაღაცა და ნახე და იქაც კარგი საშუალება რომ ყველაფერს რა თქმა უნდა ყველგან შეიძლება მიაღწიო გაჩნია რა გზით რა შრომით და აგერ მე ხა ვერაფერს ვერ ვიტყვი აგერ წარმოვიდგინე თვითონ გამიჩამიტარეს ჩაატარეს გამოფენა რომელიც ეს თვითონ გააფინანსეს თვითონ წაიღეს სურათებით რომ დამილაგეთ და ამიტომ და მე დადებითი მე ვაყოფილიყო ყოველ შემთხვევაში ამიმიტი და გამოცდილება მიიღებ ცხოვრებაში სხვა სიტუაციაში ცხოვრების ენის გამოცდილებასაც ეს უგზავნება ცხოვრება განმავლობაში. მაინტერესებს კიდევ ასეთი კითხვა თქვენ როგორ თვლით ასაკში მყოფი ადამიანი ამერიკაში უფრო დაცულია ბევრად ხო უფრო რა თქმა უნდა ეს არის გადამწყვეტი დაცულიც არის და რა თქმა უნდა დიდი შერავათები აქვს ესეც ვიცი რომ ამბობენ ამერიკა არის პატარა ბავშვების და მოხუცების ქვეყანა კი აი ამ ორ სეგმენტებს აღუება ეს ზუსტად ესეა შუა ხნის ადამიანები ძირითადად შრომობენ იმისთვის რომ ბავშვები იყვნენ კარგად და მოხუცები მე საოცრად ადამიანი შრომობდა ახალგაზრდას ის ინახავს პენსიისთვის პულს რაღაცა ჩვენ ეს არ ვიცოდით ჩვენ არ ვიცოდით თუმცა ეხლა ჩვენთანაც დაიწყო მგონი საპენსიო დანასხვი მაგრამ ის შედეგები არა არ ვიცოდით თვითონ ჩვენ არ ვიყავით პროფესიული კადრები ჩვენ არ ვიცოდით რა არის კრედიტ კარტა რაღაც ეხლა ვსაუბრობთ ხოლმე საერთოდ არ არის ბატონო მიუხედავად იმის რომ თქვენ კმაყოფილი ხართ ამერიკული ცხოვრებით ამ ქალაქში და პირადი განვითარებითაც ჩვენი შედეგები დასდეთ როგორც ექიმმა ახლა უკვე როგორც ხატვარმა მაინც ადამჯობინებდით ცხოვრებას თქვენს წლებს რა თქმა უნდა მე ამდენი წელი ვცხოვრე ამერიკაში ფსიქიკაზეც მოახდინა დიდი გავლენა იმიტომ დიდი გამოცდილება ენა კულტურა შევიძინე ამიტომ მივწერენ Georgian American painter. ნახევრად ქართველი და ნახევრად ამერიკელი მხატვარი. ეს ფსიქოლოგიაც მე მგონი ეგეთია. რა თქმა უნდა, ჩემი ფესტივალი ერთ საქართველოს რომელიც მე მეყვარდა ეს ჩემთვის ყველაზე თავი. და ამჯობინებთ ვაიწყოთ, თორე ეს კითხვა მათ შორის ბევრჯერ ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ დამისვამს და საბედნიეროდ მე ვისაც ვიცნობ ყველა წარმატებული ემიგრანტია, მიუხედავად იმ წარმატებისა,
აი რაღაცა ის იმ ასაკში როცა მიდიან რომ იმდენად ყოველდღიური შრომა აღარ უწევთ, მაინც ამჯობინებენ საქართველოში ცხოვრებას და ეს მახარებს, ნამდვილად მახარებს, იმიტომ რომ ეს ადამიანური ღირებულებები შეიძლება ისინი სტაბილური ქვეყანაა, სოციალური პაკეტი მათი რა თქმა უნდა ჩვენთან შედარებით მკვეთრად განსხვავებულია და მორგებულია ადამიანზე, იქ დაცული ადამიანის უფლებები ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ვერ მივედით ამ განვითარებამდე და რა თქმა უნდა ის მასშტაბები, რომელიც ჩვენთან მოსყავებს ამერიკას და ჩვენ არც გვექნება ისეთი პრეტენზიები, მაგრამ ის მთავარი ღირებულება, რასაც ქვია ადამიანი და ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბევრი ქართველისა ჩვენს ქვეყანას და ქართველებს მაინც შენარჩუნებული გვაქვს და ალბათ ეს არის ის ხიბლი, რასაც ვერილევა ქართველი ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის. ის ახალმე, რა თქმა უნდა, პატრიოტიულობა არის ძალიან კარგი ნაწარმოები, მაგალითად ნიჩეის განვედები და გასული. Sorry, sorry, ნურის შესახებ, რომელიც ქალბატონი ჩამოდის თავის ქალაქში, რომ ენერგია აღეკვინოს. მე ესე ჩამოდი ვარ საქართველოში, რომ აღეკვინო ჩემი ენერგია, ცხოვრების, აქვს ენერგიის წყარო. მშობლიური ხარჯი, სილამაზე და ღორონები. ძალიან საინტერესო. ანუ თქვენი მომავალი გეგმები არის ის, რომ აგრძელებთ ხატრობას, აი ამის შესახებ რომ გითხრათ კიდევ? დიახ, რა თქმა უნდა, აგრძელებთ და დიდი შემოქმედებით მეკითხება დაუბრუნდას ნიუ-იორკში და თუ დავუკავშირდით აქ ვინმესთან თუ გქონდათ კონტაქტი, რომ აქ გაკეთდეს გამოფენა? ჯერჯერობით აქონია, მაგრამ აპერტო, ნაუციურ, აქაც უნდა გაკეთდეს აუცილებლად. საქართველოს როგორც ენერგიის საღო მისდას აქვს წელწადში ხელმოჭრილმა ჩამოვიდა აუცილებლად. მე ვისურვებდი, რომ თქვენ ჩამოვიდეთ, აქაც იცხოვროთ, აქაც იყოს თქვენი გამოფენა და აი ეს ქართველები წავიდეთ, ვისწავლოთ, განვითარდეთ, მაგრამ არ დავიწყოთ ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო საუბარიც, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, არ გადავღვრით ჩვენს მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ მეცნიერებათა დოქტორი კარდიოლოგიის დარგში, შემდგომ მხატვარი, თვითდასწავლი მხატვარი ბატონი თეიმურაზ ოდუშაძე. დიდ მადლობას.